სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr, გახმოვანებულია aჭარა.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. მონაწილეობენ კარიბა ჰეინი, ფიბი ტონკენი, ინდიანა ევანსი და ლუკ მიჩელი. შეკითხვა მაქვს. ამ კუთხიდან ჩემი კუდი უფრო დიდი ჩანს? რა იყო გეშენია რომ ჯინსი არ ჩაგეტება? ბელა, რა მოხდა? ბოდიში, ვილზე ვფიქრობდი. ხანდახან კონტაქტურია, ხანდახან კი შეშდება. მაპატიე, არ მეფიქრია, რაზე არ გიფიქრია. ვილზე მსჯელობ და ზეინი. მასთან ყველაფერი დამთავრებულია. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ეს კარგია. კარგია? შვენიერი სიტყვა არ არის. კაფეზე არ ვფიქრობ და არ ვზრუნავ პერსონალზე. მე ქალთევზა ვარ. ჩემთვის. ხედავ მოვდივარ ახლავე. ასე, ბანანის არა? არა. დაწყევლილი რკინის ნაჭერი. შეჩერდი. რა დაგიშავა საბრალო ბლენდერმა? გაფუჭდა. დაწყევლილი შემომტანი. გონი გადაიღალე. მაშ ასე გთხოვთ მომისმინოთ, ეს სოფია. მან იცის როგორ მუშაობს ჩვენი კაფე და ის ჩვენი ახალი მენეჯერია. მენეჯერი? დიახ, დღეიდან სწორედ ის განკარგავს პერსონალს. მე ჩემთან ვიქნები. ნუ ღელა. ზეინ? მადლობა. არა, მანგოს წვენი გთხოვეთ. სამუშაოზე არ ფიქრობ. გათავისუფლებული ხარ. ბოდიში ამისთვის. ეს მაგარი იყო. მადლობა, ახლავე გამოგიცვლი. რაღაც მინდოდა მეკითხა. მოაშორე. არა. ტელეფონი დახარჯე. ახლა მუშაობ და თავად განკარგავ ჩემს ფულს. სამუშაო იპოვე? ჰა, კაფეში. ახალი მენეჯერი ჩემით კმაყოფილია. დაუჯერებელია. გეთანხმები, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. რიკი, რატომ არ ხარ აღშფოთებული? ეს ხომ ყველა ზღვარს ცდება. ჩვენს ქალაქში იმდენი გოგოა, მან კი ის აირჩია. რიკი, რამდენი ხანი არ იყავი? 5 წუთი. შეწყვეტეთ, ზეინ შეუძლია ის დაიქირავოს ვინც უნდა. გამარჯობა. იმედი მაქვს ხუმრობ. არა, იქ ჩემი ფეხი აღარ იქნება. იქნება არავინ აღარ ვიაროთ იქ. ჯგუფს სხვა ადგილზეც შეუძლია დაკვრა. ის რომ ზეინს დავშორდი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა შევცვალოთ. ამ შემთხვევაში რეპეტიციაზე უნდა წავიდე. ფრთხილად იყავი. იქნებ მეც მომიყვეთ რა ხდება. შენ მადამ რიკი ჩაანაცვლა კაფეში. მინდა რომ პერსონალი დამეხმაროს კაფის სრულიად გადაკეთებაში. თუ ვინმე ბოლომდე დახარჯვას არ აპირებს, თავისუფალია. ჩემი იმედი გქონდეს 200%-ით. კარგი. დანარჩენების იმედი კი არ მაქვს. ყურადღებას მივაქცევ. გასწავლი რომელი თოკები უნდა მოკაჩო. იქ დადგი. შემდეგ კი ყველა საფიფარეშო კარგად უნდა გაიწმინდოს. აქ რა ხდება?
არ ვიცი, მაგრამ ეს როკ-ენ-როლი არ არის. მოეხები. სოფიმ სტილის შეცვლა გადაწყვიტა. მაგრამ სცენაზე ადგილი საერთოდ არ გვაქვს. რამე პრობლემაა? ეს ახალი ინტერიერი ჩვენს მუსიკას არ შეესაბამება. არ შეესაბამება? რა დაგემართა? ეს ნაგავი რაში გჭირდება? ზეინმა უფლება მომცა სრულიად გადამეკეთებინა მისი კაფე და მე გადავწყვიტე ყველაფერი ტროპიკულ სტილში გავაფორმო. მომწონს. გოგონება, ეს კი შენ. აქ სიმყუდროვეა. და იცი, აქ გაურობას ძალიან უხდები. ეს კომპლიმენტია. რა სუნია? ყვავილი უნდა იყოს. სიცოცხლე. მაპატიეთ, თავიდან. 1, 2, 3, 4. ყოველთვის ჩაიცვი ხელთათმანი, როცა წვენს აკეთებ. მას 3 სიჩქარე აქვს. არასოდეს ჩართო? კი, მისმენ? შევწყვიტოთ. კარგად ხარ? თვალები გიწრემლიანდება. ალბათ ეს ალერგია, ასე რომ მადლობა. კარგი, გადავაგდებ. მაპატიეთ, მოდი კიდევ ერთხელ. სოფიმ თქვა, რომ ჩუმად დაუკრათ. მაგრამ ხმას ვამოწმებთ, რა აზრი აქვს? მაპატიეთ, ჩუმად. არა უშავს, მოდი ფინალური ნომერი. ასე უნდა იყოს? როგორღაც სასმელების ჟელეთ გადავაქციე. საშინელება, ვერ ვაკონტროლებ. და ადრე როცა აცემინებდი. გადავაქციე თუ არა ყველაფერი ჟელეთ? არა, ეს პირველად ხდება. სამაგიეროდ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ახალი დესერტი გამოიგონე. ალერგია გაქვს იმ ყვავილებზე. ან სოფიზე. უნდა იმკურნალო. მაგრამ მე ხომ ექიმთან ვერ წავალ. სიცოცხლე. დავეტყვი, რომ ჩემი ქალთევზორი მაგია შეიცვალა, არა? მართალი ხარ. ყვავილები უნდა მოვიშოროთ, ეს არის და ეს. ნუ დარდობ, დაგეხმარებით. ჩვენ დაგეხმარებით. არი ნერვიულო. დღევანდელი შემოსავალი. შენივრად იმუშავე.
აფეთ სხვანაირად გამოიყურება. იმედია ამ ცვლილებების წინააღმდეგი არ ხარ. რა? არაფერი. მიხარია რომ აქ ხარ. Tadam! საფირმო ოჯახური რეცეპტი. მადა გამიქრა. მაგრამ შენ ხომ გეჯდებოდი ამაზე? ოდესღაც კი. მაშინ რა მოხდა? გინახავთ რომ ოდესმე კლეოს ხელები დაებანოს? არა. ვინმეს უნახავს როგორ იბანს ხელებს? რა თქმა უნდა. რა სისულელეა? არა, ბინძურ ხელებზე მილიონობით ბაქტერიაა. ადრე ჩემი კერძები არ გძაბავდა. ეს იქამდე იყო, სანამ პროფესიონალი გავხდებოდი. სოფი ამბობს, რომ ჰიგიენა კულინარიაში ყველაზე მაღლა დგას. რომ იცოდეს სინამდვილეში რა სჭირდება სოფის, მას კუჩი დევნას არ დაუწყებდი. ნუ თუ მართლა, დამიჯერე. სოფი წარმატებულ კაფის ხელმძღვანელობს. შენ კი დელფინებს აყროლებულ თევზებს აჭმევ. მირჩევნია მთელი ცხოვრება ისინი გამოვკვება. საკმარისია. ერთხელ მაინც მინდა რომ სეჩუმეში ვივახშმო. დაჯექი და შეჭამე. არავითარ შემთხვევაში. ასე ცხოვრება არ შემიძლია. კიმა სოფისგან კიდევ უფრო მეტი სისულელე ისწავლა. გამარჯობა ცინდლიანო. უკვე მთელი 12 საათი არ დამიცემინებია. იქნებ ალერგია სოფიზე გაქვს. თან ყველას. რა ყველას? არაფერი, უბრალოდ გოგონებს ვუთხარი რომ ცემინება შევწყვიდე. წყალი იმ მცირე სითხეთაგან ერთ-ერთია, რომელიც გაყინვისას ფართოვდება. რამდენად შეუძლია მას გაფართოვება? როგორ ხარ? უბრალოდ ვამოწმე. გაზომე წყლის მოცულობა კოლბებში, გადაასხით ის ვაკუუმ ჭიქაში და გაყინვის შემდეგ გაზომეთ მისი მოცულობა. ხომ გეუბნებოდი, ერთად ვართ. ახლა დააცემინებს. ეს რა არის? რა ხდება? კარგი, ვინ მოაწყო ეს ყველაფერი? მე. ბოდიში, გახუმრება მინდა და გასაგებია. სასაცილო არ არის. მოასუფთავე. ბელა, ვერ ხვდები, იქ ხომ ყვავილები არ ყოფილა. ესე იგი მიზეზი სხვა რამეა. ახლა სკოლაში ციარულს ვერ შევძლებ, სახლიდან გასვლას ვერ შევძლებ, საერთოდ ვერაფერს შევძლებ. ნორმალური აღარ ვიქნები. შეწყვიტე, ამასაც მოვაგვარებთ. ხომ ასე არ იგი? იქნებ რაღაც დროით ბორჩი იცხოვრა. და ჯგუფი? გამოდის რომ სოლისტი დაკარგეს. არაფერიც არ დაკარგეს. ეს როგორ? უბრალოდ? შემცვლელს გიპოვით. აი რა გვჭირდება. ის ვინც დროებით შენს ადგილას შეძლებს გამოსვლას. მაგალითად? ეს ის არის, ვინც ჯგუფს იცნობს და ყველა შენი სიმღერა იცის. ეს ახლა მეგობარი იქნება, რომელსაც ენდობი, სანამ გამოჯანმრთელდები. ვიღაც? არაფრის გულისთვის. არავითარ შემთხვევაში. ერთი, ორი, სამი, ოთხი. არა, ასე, გმარა. საკმარისია. აბა როგორია? გონი ბოლომდე ვერ ავწიე. მომაკვდავი კატასავით ჩხაოდი, საშინლად. ასე გინდათ მომხმარებლების გართობა? მათ ხომ ყურები დაუჭკნებათ? კი, ჩემი ხელმძღვანელობით, შენი საყვარელი და გონსაც ვერ მოეგება, ისე გახდება მომღერალი. გულახდილად მითხარი, როგორ მღეროდი?
პატარავ. სუპერ მომღერალი იქნები. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რაღაცამ კვლავ დააწყებინა ცემინება. ეს კაფეში დაიწყო. ამბობ, რომ სოფი მიქ მთელი დიზაინი შეცვალა. თუ პალმებს და ყვავილებს დიზაინს ვუწოდებთ, ეს იქ მოხდა, ესე იგი, ალერგია მცენარეებზე გაქვს. ერთი, მაგრამ კლასში მცენარეები არ იყო. სუნი შეიძლება სკოლის ბაღიდან მოდიოდა. გავიგოთ, რომელ მცენარეზე გაქვს ალერგია. კაფეში მოვაშოროთ ის და მორჩა. უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ. მაშინ წავედით. დარჩი, ჩვენ გავუმკლავდებით. მე რა ზეინისგან მთელი ცხოვრება დავიმალო? არ იმალები. მიხარია თქვენი ნახვა. შეკვეთას კი მიაიღებს. ბელა ავად არის, მაგრამ მას სუპერ ნიჭიერი შემცვლელი ვუპოვე. დაინახე? არა, კიმა უკვე მიამბო როგორც მღერის. ნება მიეცის წადოს, დარწმუნდების საზოგადოება აღბრთოვანებული იქნება. კარგი. მაგრამ თუ არ მომეწონება, ყველანი გაქრებით აქედან. შევთანხმდით. აბა, პატარა ვინ გახდება ვარსკვლავი? ფიქრობ ეს კარგი აზრია? ო, მხოლოდ ტანისამოსი რაიმე მოკლე და მომდგარი უნდა გეცვას. გესმის? მომდგარი. გასაგებია. კიმ, იქ სასმელია საჭირო. ვიფიქრე, ფიქრი არ გჭირდება. კარგი, ჯერ მცენარეები ქოთნებში, შემდეგ კი საყვავილეებში. მადლობა, ძალიან მეხმარები. სწრაფად კი 100%-ით უნდა დაიხარჯო და გავიწყდა. ავად არ ხარ? ძველი მზად არის. იდიოტი ხარ. ხომ გითხარი ბოლოს სიჩქარეზე არ ჩაგერთო. არ ჩამერთავს. გაგდებული ხარ, მოშორდი აქედან. ცუდა თუ დაუკრავთ, თქვენც გაგაგდებთ. სხვა გზა აღარ არის. ყველას მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს კაფეში. ერთ სიმღერას გიმღერებთ. ჯანდაბას სიმღერა, ჯობია იცეკვო. ერთი წუთით. მივხვდი. რა, შენი ცემინების მიზეზ. აი საპონი, წადი დაიბანე და ლოსიონი აღარ წაისვა. აქ რას აკეთებს? წავიდეს. არა, რიკის თავი დაანებე. თმაში რა გაქვს? სათანადოდ უნდა გამოიყურებოდე. ეს რა ჩემ გამოხდებოდა? ვის მოხიბლას ცდილობდი?
აღმოჩნდა, რომ ვილის ლოსიონში არსებულ ინგრედიენტს კარგი სუნი აქვს, მაგრამ დამღუპელია ქალთევზებისთვის. ვუსუნე და მეც ემინება დავიწყე, მაგრამ შენ უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდი. ერთი, ორი. დამითმობ? მადლობა. ყველას მოგესალმებით. მადლობა, რომ მოხვედით. სიამოვნებით გიმღერებთ ჩვენს ახალ სიმღერებს. გადაწყვიტე ახალი სამსახური იპოვა? ჯერ ვფიქრობ. უბრალო პერსონალის ვაკანსია, როგორც შენ ხარ, ბევრია. ზოგი კი უფრო მეტისთვისაა დაბადებული. ყველაზე მეტად ბოსის თანამდებობა შემეფერება. შვენიერი აზრია. გადავწყვიტე საჩუქარი გამეკეთებინა შენთვის, დახმარების სანაცვლოდ. ლოსიონი. გამოდის ყველაფრის მიზეზი მე ვიყავი არა. რატომ იმოქმედა ამ ლოსიონმა მხოლოდ ჩემზე? გარშემო ხომ სხვებიც იყვნენ. მართალია. იქნებ იმიტომ, რომ როდესაც შენობაში ვართ, შენთან ახლოს ყოფნას ვცდილობ. რითი ხართ დაკავებულები? ქალთევზების ალერგიის ტესტს ვატარებთ. აბარა სიტყვით. საოცრებაა. მაგარია. რიკი. წავალ ჩამოვიბან. მე კარგად ვარ. მეც, მაგრამ ნომადუნდება. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები გიორგი წერეთელი და მარიამ გიორგობიანი, ხმის რეჟისორი ლერე შეწირული, გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ.